არავის არ ეგონოს მსოფლიოში რაღაც არსებული ლიდერების ერთობა, ეს იქნება ევროკავშირი, ევროპარლამენტი თუ ნებისმიერი, რომ აი ორიენტირს აკეთებდნენ სამართლიანობაზე. მან არაფერ შუაში არ არის სამართლიანობა. ხო, რა თქმა უნდა, დემოკრატიას ვიგულისხმე რეალურად სამართლიანობა რო ვთქვი, იმიტომ რომ რეალურად არსებობს მხარეები და ყველა მხარეს აქვს თავისი ინტერესი. ეხლა ამ შემთხვევაში მაგალითად ევროკავშირის ორგანიზაციაში, ევროპარლამენტში მაგალითად ხო ჭარბობს ლიბერალური დღის წესრიგის პოლიტიკური აქტორები, რომლებიც ლიბერალურ დღის წესრიგს ატარებენ, შესაბამისად ისინი არიან ჭარბად და სიმცირეში არიან თქვათ მათთან დაპირისპირებული მხარეები, მე ვერ დავარქმევდი ცალსახად კონსერვატორებს, ზოგი სხვადასხვა მიმართულებების არის, მაგრამ მათთან დაპირისპირებული მხარეები, ხა ეს დიდი თამაშია თუ რეალურად დაპირისპირებულია, მოკლედ ჩვენ საზოგადოება ვხედავთ, რომ იქაც არის აზრთა სხვადასხვაობა. რეალურად ჭარბობს ლიბერალები, მარტივად რო ვთქვათ, და შესაბამისად ატარებენ მათ დღის წესრიგს. მათ არ აინტერესებთ სამართლიანობა, არ აინტერესებთ, როგორც წეგან თქვენ აღნიშნეთ, დემოკრატია. საზოგადოებას ისინი უგზავნიან მესიჯს, რომ თუ მე მაგალითად არ მომწონს რომელიღაცა მთავრობა და მე წინააღმდეგება რომელიღაცა ქვეყნის მთავრობა და გვაქვს რაღაცა კავშირი, თქვათ სამომავლო ალიანსისთვის ვამზადებ, ან არ ვამზადებ, ვატყუებ, მნიშვნელობა არ აქვს, ხო? როგორც კი არ მომწონს, მე ამდენი ხანი რომ პროპაგანდა ვაწარმოე, ისევ მისი ხელით, თუნდაც ხელისუფლების ხელით, თუნდაც ოპოზიციის ხელით, იმ ქვეყანაში რომ ადრე თუ გვიან ჩემ კავშირში შემოხვალთ და ხალხი მონუსხულია, საზოგადოების უდიდესი ნაწილი ამ ტყუილით, მაგრამ მათთვის არ არის ეს ტყუილი, ხო, მონუსხულია და რეალურად აქვთ მოლოდინი, რომ ოდესღაც შევალთ ევროკავშირში, ხო? როგორც კი ურჩობას დამიწყებს ხელისუფლება, მე ვიტყვი, რომ რაღაცა პროცესები იქ არ არის დემოკრატიული, რაღაც პროცესები არ არის სამართლიანი. მაგალითად, ხო, აი ამ რეზოლუციაში, რომელიც მოამზადეს ჩვენმა დაუძინებელმა მეგობრებმა და პარტნიორებმა წერია, რომ ზია ამაღლობელი არის პოლიტპატიმარი. აი მარტივად და გავყვეთ ახლა მარტივ ლოგიკას. მე ვისკენ ვარ, შენ ვისკენ ხარ, მაგას თავი დავანებოთ, გამოვიდეთ მაგედან და აი სამართლიანად მოვიდეთ. პოლიციელს, რომელიც ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას, გაარტყა ხელი, ხო, გააწნა სილა. ეს არის 353 მუხლის, ან პრიმა მუხლი, რომელიც ნიშნავს სახელმწიფო მოხელეზე თავდასხმას სამსახურეობრივ მოვალეობაში ხელშეშლას. ეს ითვალისწინებს 4-დან 7 წლამდე პატიმრობას. ანუ ეს გვიწერია კონსტიტუციაში, კანონში გვიწერია, ხო, პირდაპირ. ვერავინ ვერ იტყვის, რომ ხელი არ გაურტყია. კადრები არის. ხო, ვერავინ ვერ იტყვის, ვერც ევროპარლამენტარი იტყვის და სიტყვაზე ვენც რა მოზამბიკის პარლამენტის წევრი. ვერავინ ვერ იტყვის მთელმა მსოფლიო, ვინც დაინტერესებული იქნებოდა. კი, მაგრამ მათ აი მაგათ ეს დასავლეთ ზოგადად და მაგათ აგენტურა საქართველოში აქ ეს თქვა თვისება გამომუშავებული, რომ ფაქტებს ისინი როგორც ეს ფაქტებს საერთოდ აიგნორებენ. აი ნახეთ რას ამბობენ მარტივად რო ვთქვათ. ისინი ამბობენ ესეთ რაღაცას. როდესაც მზია ამაღლობელმა ხელი დაარტყა ბათუმის პოლიციის უფროს, სხვათა შორის ძალიან კარგი ადამიანია, ვიცნობ კარგად ირაკლი დგებუაძეს, ძალიან კარგი ადამიანია, სამართლიანი, წესერი ადამიანია, რასაც აბრალებენ, ეგ არის ტყუილი, რომ თითქოს შეაფურთხა ბოდიში ამ სიტყვაზე, ვერავინ ეგ კადრი ვერ დადო, მაგრამ ამას უბრალოდ საზოგადოებას აჯერებენ, არ არსებობს კადრი, არ არსებობს ფაქტი, მაგრამ იმდენად ჭარბად ლაპარაკობენ, ამას აჯერებენ, რომ ვინც არ უნდა გააჩერო, ხა თქვა პროდასავლელი და კითხო, გეტყვის, რომ პოლიციელმა შეაფურთხა და იმიტომ დაარტყა ხელი მზია ამაღლობელმა. ეგეთ რაღაცას გეტყვის. მაგრამ ნახეთ, რა შეასაქმე ამბობენ ესეთ რაღაცას, რომ თითქოს როდესაც მზია ამაღლობელმა პოლიციის უფროს ხელი გაარტყა, მას არ ტკენია. იმდენად მსუბუქი იყო მზია ამაღლობელის ხელი და რადგან არ ტკენია, შესაძლო იყო, თქვათ, მცირედი საჯარიმო სანქციით, რაღაცა არა პატიმრობით გამოსულიყო, მაგრამ რადგანაც ეს არ გააკეთა ხელისუფლებამ, ეს უკვე ნიშნავს, რომ მზია ამაღლობელი რო აპროტესტებდა პრორუსულ კანონს, აი რუსულ კანონს და ეგრეთ წოდებულ რუსულ კანონს და კრიტიკულად ანუ მას აქვს მედია, ხო, ბათუმელები, ხო, და კრიტიკულად უდგებოდა ხელისუფლების გადადგმულ ნაბიჯებს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აი ამიტომ ხელისუფლებამ თქვათ რაღაცა მკაცრი რეაქცია მოახდინა ამ ყველაფერზე და პოლიტიკური ნიშნით მოხდა მისი დაკავება. აი ამ ნარატივს აწვევიან, ხო?
და ფაქტი არის ძალიან მარტივი. მოხდა პოლიციელზე ხელის გარტყმა, რომელიც ითვალისწინებს პატიმრობას. ანუ უკვე მოსამართლეზეა დამოკიდებული, თქვა ხო იქ ფაქტებზეა, ბევრ გარემოებებზეა დამოკიდებული და ესე ცალსახად არ ეტკინა და მოდი ჯარიმა დაუწეროთ, ეგრე არ არის. მაგრამ ნახეთ რა შეასაქმე, თუ ხელისუფლების ადგილზე მაგალითად მე სხვანაირად მოვიქცეოდი, თუ ხელისუფლებას გადაწყვეტილი აქვს, რომ მე არავის არ ვაპატიებ პოლიციელის შეურაცხყოფას და ყველა მკაცრად უნდა დაისაჯოს, მაშინ აღარ უნდა მიუდგეს ამ საკითხს რბილად და როგორც მაგალითად მეორე მხარე იქცევა. აი ჩვენ გვახსოვს 20 ივნისის კადრები, გვახსოვს მაგალითად შეხლა შემოხლა რაღაც დაპირისპირებების კადრები, დარბევის კადრები აქციებზე, აი პროდასავლელების აქციებს გულისხმობ და ყველა ნიუსი, რეკლამა, რა ვიცი, საინფორმაციო გამოშვება, აი თუ სადმე რამე მძაფრი და მძიმე კადრი ამოარჩია, თქვა TV პირველმა ფორმულამ, მთავარმა, ნუ ან ლიბერალურმა არხებმა, მაგით იწყებოდა. ეხლა ეს რას ემსახურება? ხო, ადამიანს უყურებს ადამიანს საინფორმაციოს და მის გონებაში რჩება, ანუ ილექება ასე რომ ვთქვათ, რომ აი როგორ სახელმწიფო როგორ მოქმედებს და როგორ ზემოქმედებს მოქალაქეებს. და ეს ზალადობის ფაქტები და უყურებენ და მსგავსი უნდა გაეკეთებია ხელისუფლებასაც. ყველგან უნდა ყოფილიყო გამოფენილი პირობითად ვიძახი, როგორ ურტყავს პოლიციელს ხელს ამაღლობელი რეკლამაში, რავი, ნიუსში, ასე შემდეგ. თითქოს აი ვერ იტყვი მე ამასთანაც სპეციალურად გადავხედე სახელმწიფო მედიებს. ნუ ყველა მიცით ახლა რომელიც არის, ხო? არც ფული მათ არ აკრიათ, მაუწყებლობენ მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველაფერი და ვერ იტყვი რომ ამას დროს არ უთმობენ. აი როგორც მაგალითად TV პირველი და ეს კეზერაშვილის კოლექტიური ტელევიზიები 24 საათი ეწევიან დეზინფორმაციას. ესენი ეწევიან მაგ დეზინფორმაციის გაქარწყლების, ასე ვთქვათ, როგორ გითხრა, კამპანიას, რომ აი ეს რო ეუბნება რომ ზე ამაღლობელი არის პოლიტპატიმარი და ერთ სიუჟეტს თუ გააკეთებენ. ამაზე ესენი აკეთებენ 2-ს ან 3-ს, რომ აი კიდე აჩვენებენ კადრებს, ნახეთ როგორ გაარტყა და კი ბატონო, მან დაარღვია კანონი, ის უსამართლოდ არ არის ციხეში, ეს ფაქტია, გაარტყა პოლიციელს და არავის არ აქვს პრივილეგია მე და თქვენ და ნებისმიერ მოქალაქეს თუ მაგის გამო დაიჭერენ და ჩასვამენ ციხეში, ესე იგი გინდა ამაღლობელი იყოს და გინდა არ ვიცი ვინც გინდა იყოს, ანალოგიურად ვრცელდება კანონი მასეც, ხო? მაგრამ თითქოს ამას აი რამდენად აქვს ეფექტი არ ვიცი, თითქოს როგორ არის, იცი? კი ლაპარაკობენ ესენი, ლაპარაკში კი არაფერს აკრებენ, მაგრამ მაინც თითქოს რაღაცნაირად პოლიტიკურად ზიანდება ხელისუფლება. ნახეთ, პირველი ჩემი შეფასებით, შეიძლება ეგ ჩემი სუბიექტური აზრია და ვიღაცა არ დამეთანხმოს, მაგრამ ჩემი შეფასებით ხელისუფლებას არ უარგა პიარი. და პროდასავლელები, ეს რადიკალური ოპოზიციური არხები და ასე შემდეგ პიარი ჯობია. ნუ ისინი ყველაფრის კადრებლები არიან და შეიძლება ბუნებაში რამე არც კი მომხდარა და ესეთი ბევრი არსებობს. ყველაფერს ამბობენ და ყველაფერს დაგაბრალებენ, მაგრამ პიარში ძალიან ყოჩაღები არიან. აი მაგალითად ნახეთ ახლა თუ შენ გაქვს გადაწყვეტილი, რომ პოლიციელზე თავდამსხმელი დასაჯო, მაშინ შენც უნდა აწარმოო აგრესიული პროპაგანდა, რომ ხალხის ლეგიტიმაცია გქონდეს. თორე ყოფილა შემთხვევები აქამდეც, რომ მაგალითად პოლიციელს ვიღაცამ შეიძლება ხელი დაარტყას და ჯარიმით გამოსულა, მაგალითად 10,000 ლარიანი ჯარიმით. ყოფილა შემთხვევები. და რავი, არც არავის გაუპროტესტებია, პირობითად არც პოლიციელს, არც იმას, მაგრამ თუ შენ გადაწყვეტილი გაქვს მსგავსი რაღაცის გაკეთება, კიდევ ამბობ, რომ ნახეთ, მაგ შემთხვევაში მე არ მოვიქცეოდი ხელისუფლების ადგილზე ასე, იმიტომ რომ ეს რა თქმა უნდა გამოიწვევდა მარტივად რო ვთქვათ, აი სატოპკე აუწია მეორე მხარეს, ხო? როცა შეეძლო სხვა სანქციით მაგალითად დაეჯარიმებიათ. მაგრამ თუ შენ გადაწყვეტილი გაქვს, მაშინ უნდა აწარმოო აგრესიული პროპაგანდა, რომ შენ ქმედებამ შენ არ დაგაზიანოს და ერთსაც ვიტყვი და ნახეთ გავაგზავნოთ საუბარი. აი მაგალითად ვიტყვი, ნახეთ, რატო არ უარგა პიარი ჩვენს ხელისუფლებას. ის აქციები, აი ეს პროდასავლური აქციები, რატო გახდა მრავალრიცხოვანი? იქ ხო ყველა რაღაცა პროდასავლურად, რადიკალურად განწყობილი ხალხი არ იყო. იყო ადამიანების უდიდესი ნაწილი, მართლა დიდი ნაწილი, იმიტომ რომ ისინი ხო ყოველდღე იქ არ გამოდიან, ყოველდღე მართლა გამოდის რაღაცა აქტივისტი, ძალიან მოწოდებით პროდასავლელი, აი გულის სიღრმეში რო აქ ევროპა ესეთი ხალხი, მაგრამ რაღაცა დროს თუ რაღაცა მოხდა და კულმინაციას მიაღწია რაღაცა
სიტუაციამ, მან დიდი ხალხის მასა იკრიბება. ყველა არც ნაცების მხარეს არ არის ის ხალხი და არც ოცნების მხარეს არ არის ის ხალხი, მაგრამ ის ხალხი წლების განმავლობაში როგორი ნარატივით არიცით ნაკვები? აი მაგალითად, წლების განმავლობაში ოცნების ხელისუფლება რაღაცას გააკეთებდა, შემდეგ საღამოს გამოდიოდა ტელევიზორში, რომელიმე მათი წარმომადგენელი ამბობდა ესეთ რაღაცას, რომ დღეს ჩვენ რაღაცა გავაკეთეთ, შევხვდით ამათ, შევხვდით იმათ და ეს არის კარგი. და რატოა კარგი? ამან თქვათ კონკრეტულმა ჯგუფმა, პოლიტიკოსებმა, ევროპარლამენტმა შეგვიფასა დადებითად. ანუ ნახე შეფასების კრიტერიუმი ეს კარგი იყო თუ ცუდი იყო, იმათ უნდა ეთქვათ და ხალხს ეუბნებოდნენ, რომ იმათმა რო თქვენს უკვე კარგია. და ამაზე ოპოზიცია ვეღარ უტევდა, რომ იმათმა თქვენს კარგია და როგორ უნდა თქვა რამე, ხო? ამას მიეჩვია დროთა განმავლობაში, წლების განმავლობაში ხალხი მიეჩვია, რომ თუ ისინი ამბობენ პირობითად დასავლეთი თუ ამბობს, რომ რაღაც კარგი გაკეთდა, ესე იგი მოკლედ კარგია. ეხლა მოხდა ესეთი სიტუაცია, ოცნებას ჩემი შეხედულებით თავიდანვე რაღაცა რომ მოვიდა ხელისუფლებაში, საერთოდ ალბათ არც უნდა სუვერენული პოლიტიკის წარმოება. ისინი ძალიან კარგად გრძნობდნენ თავს იმ ვასალურ მდგომარეობაში, შეუსრულეს ყველაფერი, თუ რამე შესრულება შეიძლებოდა. და მე რაღაცა მოხდა გეოპოლიტიკური ისეთი მდგომარეობა, რომ ოცნებამ გადადგა ისეთი ნაბიჯი, რომ მოდი ეხლა აღარ დავემორჩილები. ეს საფრთხეები დადგა და საფრთხე მიიყვანა აქამდე, რომ თუ დაემორჩილები, უფრო უარეს ცუდს მიიღებ, მაგრამ გადადგა ნაბიჯი, მოდი ახლა აღარ დავემორჩილები, მოდი ვითამაშებ სუვერენულ პოლიტიკის, რაღაცა მოვირგებ ამ პოლიტიკას. ეხლა იქიდან წამოვიდა, რომ თქვენ იქცევით ცუდად. ეხლა მოუტრიალდა ხალხი ოცნებას და ეუბნება, ხა რატო იქცევით ცუდად? ეხლა ოცნება იმართლებს თავს, რომ ესენი ყოფილან კაცო ცუდი ხალხი. ეს deep state და ვიღაც გლობალისტური ომის პარტია და ეს აქვია ბიუროკრატები, ვინც მართავენ ამათ და ეხლა უკვე მიზეზები დაიწყეს, ხო, მაგრამ წლების განმავლობაში ამ ხალხმა ესე მოვიდა აქამდე, რომ ისინი თუ ამბობენ კარგია, კარგზე თუ ამბობენ კარგია, ესე ცუდზე ამბობენ ცუდია და ეხლა დღეს შენ მეუბნები, რომ შენ შეგაფასეს ცუდად, დღეს მეუბნები, რომ ისინი არ ყოფილან თურმე კაი ხალხი და ხალხი არ უნდა დააბნიო, შენ რო ხელისუფლება ხარ, ეგეთი შეცდომა არ უნდა დაუშვა, რომ ხალხი დააბნიო. შენ აწარმოებ ამ პოლიტიკას, შენ გაქვს ყველაფრის ბერკეტი. მე შეიძლება ერთმა ადამიანმა პირობითად შეცდომა დაუშვა და ჩემ შეცდომას არაფერი ზიანი შეიძლება არ მოყეს, მაგრამ შენ რო ხელისუფლება ხარ, შენ არ გაქვს ასეთი შეცდომის უფლება, რომ შენსავე ქვეყანაში ამ ხელა მასა ხალხისა დააბნიო შენივე პოლიტიკით. აი შენ თქვი, რომ ხელისუფლება წლების მანძილზე და ნუ ეგრეა გარედან განისაზღვრებოდა მისთვის ესა თუ ის მისი ქმედება თუ ნაბიჯი იყო პოზიტიური თუ ნეგატიური. გარედან იღებდა ლეგიტიმაციას არჩევნებზე. ანუ დასავლეთს უნდა ეთქვა ოცნება რომ რაღაცას გააკეთებდა, რაც ერთად დავარებებს რო ასრულებდა, ეს კარგად შესრულდა თუ არა. და ეგ იყო საზომი, რომ დასავლეთი თუ იტყოდა რომ კარგია, ესე იგი კარგია. ან პირიქით. დღეს როცა ოცნება ფორმალურად გაკონსერვატორდა, ჩემი აზრით და ის რეალურად არ არის სუვერენული ხელისუფლება, არ არის სინამდვილეში დამოუკიდებელი ხელისუფლება და მაინც ყოველთვის ეგეთი ტიპის ხელისუფლებები დამოუკიდებულია გარესამხაროზე, ანუ ცენტრიდან უნდა მოდიოდეს მათთვის ყოველთვის დავარება. ის საინტერესოა დღეს, როცა ისინი ასეთ რეჟიმში არიან ბრიუსელთან, ვაშინგტონთან. ვაშინგტონთან კი უნდათ დაალაგება, მაგრამ ტრამპმა ჯერჯერობით ეგენი ახლოს არ გაიგარა, ფაქტია, ხო? აი, იანვრიდან რამდენი თვე გავიდა და ახლოს არ გაიგარა, ხო? საცალია ხა ტრამპს პირობითად არც კი ახსენა, ხო? ანუ ტრამპს ხა საქართველოს დონის ქვეყნის წარმომადგენლებს შეხვდეს და მაგაზე რამე გზავნილი იყო ვაშინგტონიდან მხოლოდ ნეგატიური. ანუ კარგი ამაზე პრაქტიკულად არაფერი არ თქვა, ერთი იყო მარტო დამოუკიდებლობის დღე იყო, მე მგონი რომ მისალოცი წერილი გავრცელდა და ანუ ეს დაიხვიეს თითქოს რომ აგერ სადეგრე არ არის. დღეს აი ოცნებამ, რომელიც დასავლეთთან აი ესეთ დაპირისპირების და კონფრონტაციის რეჟიმშია, დღეს საიდან უნდა მიიღოს ლეგიტიმაცია. აი შენ როგორ ფიქრობ, თვითონ როგორ შეიძლება ეს წარმოუდგენიათ. ანუ ადრე იყო რომ დასავლეთი აფასებდა რაღაცას, კარგია ან ცუდია და ეგ იყო საბოლოო პეჭედი. ეხა არ არის დასავლეთი, ყოველ შემთხვევაში კარგს არ ითქვის, ხოლო ცუდია გვესმის და ამიტომ ესენი ამას ატარებენ, მაგრამ აი საიდან უნდა მიიღონ, აი ვინ იქნება მათთვის მომავალში ავტორიტეტი, აი რომელიც ითქვის, რომ აი ეს წარმატებულია და შესაბამისად ოცნება მაგას მიიღებს როგორც თქვი
ოცნების რიტორიკით, ოცნების ნარატივით დღეს ისინი უკვე აღარ ამბობენ მსგავს რაღაცას, ანუ ფაქტობრივად ისინი თავიანთ ამ უმრჩეველს ასე ვთქვათ ეუბნებიან, რომ არავის თქმა არ ჭირდებათ. ისინი არიან სუვერენულები, დამოუკიდებლები და დამოუკიდებელ ხელისუფალს რა შეჭირდება პირობითად ვიძახი ან დასავლეთის ან აღმოსავლეთის ან რავი იაპონიის ან რუსეთის აღიარება. ისინი მთავარი აღიარებულები არიან და ლეგიტიმურები არიან ხალხიდან, ვინც მიცახმა ხო უმრავლესობაზე აქვს საუბარი და ეს სრულიად საკმარისი. ამას ამბობენ, მაგრამ ჩვენ ხო ვიცით, რომ ეს ჩვენ ქვეყანაში ამ პოლიტიკურ გარემოში არ არის საკმარისი და ყოველთვის აქვს დასავლეთს რაღაცა ბერკეტი, რო აქ რაღაცა აგიყირაოს. ეს მოგწონს, არ მოგწონს, სამწუხარო, მაგრამ რეალობაა. ამაზე ოცნების ერთგულმა მომრჩეველმა ესეთი პასუხები იცის, როცა მისაუბრია მაგალითად პირად საუბრებში, ყველას უყავს ჩვენ ახლობლები და ნაცნობები, ვინც ოცნების ერთგული ამომრჩეველია და მათთან გვაქვს ძალიან ხშირი ურთიერთობა, გვისაუბრია რაღაცეებში გვეთანხმება, რაღაცეებში არ გვეთანხმება, რაღაცები არ მოსწონს ოცნების, მაგრამ ნახეთ, როგორი ასე ვთქვათ, გასასამართლებელი სიტყვა აქვს ხოლმე, რომ აი შენ არ იცი უბრალოდ რამხელა ზეწოლას განიცდიან, რა ბერკეტები გააჩნია დასავლეთს და ეხლა ასეა საჭირო. ეს რო ესე არ გაკეთდეს, ჩვენ კაცო ჯერ კიდე ძალიან ბევრი გვაქვს საბრძოლი და ქვეყანა დაზარალდება. ესეთი, ანუ პასუხები ესეთი აქვს რა. მე ესეთი რაღაცა მინდა ვთქვა, რომ პირობითად შეიძლება ეს მართლა, მოდი დავუშვათ მართლა მასე იყოს, ჩვენ არ ვიცით სამთავრობო დონეზე არსებული ინფორმაციები, მათ უფრო აქვთ რა თქმა უნდა და ხა ჩვენ უბრალოდ თუ რამეს ვამბობთ, ჩვენივე დაკვირვების, ანალიზის საფუძველზე, რაღაცა ფაქტი, მომხდარი ფაქტის შეფასების საფუძველზე, აბა ხა ჩვენ არც მთავრობაში ვართ და არც რაღაცა ისეთი ინფორმაცია გვაქვს მაღალი ელიტებიდან, რომ რაღაცა უფრო მეტი ვიცოდეთ პირობითად, რასაც ვლაპარაკობთ ანალიზის საფუძველზე. რაღაცეებში შეიძლება ვწდებით, მაგრამ უმეტესობა ანალიზი სწორია და სწორია კი რა იმდენად მართალია, რომ ბევრს რო ვერ დაესიზმება ვერც ოცნებაში და ვერც ოპოზიციაში, მართლა ისეთია, ეხა წეგან საუბრობდით, სანამ ეთერში შევიდოდით, არსებობს ესეთი ვიდეო, ნებისმიერს შეუძლია მოძებნოს ინტერნეტში, 2021 წელია, ზაფხულია და ანალიტიკაში ბიჭები ამბობენ, ზურა ამბობს მახარაძე ესეთ რაღაცას, რომ აეხლაო და ნუ იქ ახსნილია. ეხა ისეთი რამ იქოქებაო, ეს თუ რეალიზდაო, ევროპაში ისეთ ომს მივიღებთო მეორე მსოფლიო ომის მერე რომ არ ყოფილაო. მაგ დროს არათუ ომზე, მსგავსი არაფერზე არ იყო საუბარი, როდესაც ამას აანალიზებდა ჩვენი ლიდერები. და მაგ ვიდეოშივე არის ბმა, უკვე ომი არის დაწყებული, ზამთარია, თებერვალია, 1 თუ 2 კვირის დაწყებულია ომი და დავით ზალკალიანი მაშინ საგარეო საქმეთა მინისტრი იყო და ამბობს ესეთ რაღაცას, რომ ჩვენო ვერც კი წარმოგვედგინაო, რუსეთი ამ ხელაზე თუ შეტოპავდაო და ჩვენ კი არაო, ანუ აქ საქართველოსში მთავრობის დონეზე და ჩვენს კოლეგებსო, ევროპაშიც და ევროპარლამენტშიც კი ესო ვერ წარმოედგინათო, უამრავ ადამიანსო და შემდეგ რაღაცა შეფასებებზე გადადის. ანუ ამით ხა იმას კი არ ვამბობ, რომ ჩვენ რა მაგრები ვართ და ისინი არ არიან მაგრები. უბრალოდ ვამბობ ესეთ რაღაცას, ნახე. ეს არის ჩვენი პროგნოზი. ეს არის ჩვენი ხედვა. რომ ოცნება ენის მოჩლექით ელაპარაკება და აი ძალიან სუსტი პოზიციიდან ელაპარაკება და ისინიც იყენებენ ამ სისუსტეს, ისინი არასდროს არ გთვლიდნენ თანაბარ, ასე ვთქვათ, ზომებად, რუსებმა რო იციან თქმა ნარავნიო, არასდროს არ გთვლიდნენ. ეს ძალიან ნათლად გამოჩნდა, როდესაც საქართველოში ჯოზეფ ბორელი ჩამოვიდა ღარიბაშვილთან შეხვედრის დროს პირდაპირ თქვა, რომ ჩვენა ვართო პროფესორებიო, თქვენ ხართო სტუდენტებიო, მარტივ ადამიანურ ენაზე რო თქვათ და როდის იყო ხა სტუდენტიო, პროფესორსო საყვედურს ეუბნებოდაო რა. კარგათო გაანალიზეთო, ვინა ვართო. და მანამდე მისი ეს ჩართულ კამერებთან რო არიცო და კამერები ჩართული იყო, ხო გვახსოვს ყველას, რომ ევროპაო ჯუნგლები, ესაო ბაღიაო და დანარჩენი სხვა ჯუნგლებიაო და როგორი ისინი მართლა ესე ფიქრობენ. ისინი მართლა ზემოდან იყურებიან, ხო არავინ ფიქრობს მართლა რომ აქ რა ვინმე დემოკრატიაზე ან ხალხზე ღელავს და ზოგადად რა ეს ბრჭყალებში ცივილიზებული სამყარო მართლა რომ ხალხზე ღელავდეს, აგერ ბატონო კონტინენტი გვაქვს, აფრიკა ქვია,
ხალხს მართლა წყალი და პური უჭირს, მეტი კი არაფერი არ უნდათ. და მათ ნადავლს ზემოდან აზის ეს ევროპელი და ამერიკელი ბიუროკრატები და ოქრო და ალმასი და ძვირფასი ქვები გააქვთ და აღარიბებენ მათ ქვეყანას და მათი ნადავლი ამათ გააქვთ და იმათ პური და წყალი უნდათ და ელემენტარული წამალი. და იმათ უფლებებზე არავინ არ ზრუნავს. ბოდიში და სულ ფეხებზე კიდიათ და ხა საქართველოზე გიждდებიან ჩვენ უფლებებზე. ხალხს ვეუბნებით ეს ყველაფერი ინტერესების გამო ხდება. მათ ინტერესი აქვთ. ვიღაცას გონია რომ არა როგორ შეიძლება დასავლეთის ინტერესი კონდეს ის ხო წმინდათა წმინდა და რაღაც სისულელები. დაუბრუნდები ისე იმ საკითხს, ანუ ჩვენ ამას ვამბობთ, ეს არის ჩვენი ხედვა, რაც არაერთხელ გვითქვამს, მაგრამ ნეტა კი მართლა ვცდებოდეთ. აი მართლა ნეტა ვცდებოდეთ და ნეტა მართლა ხელისუფლებამ იცოდეს რასაც აკეთებს და რასაც აკეთებს იმით მივიდეს გამარჯვებამდე. საქართველოს ანუ ქართველი ხალხის ინტერესების და ეროვნული ინტერესების გამარჯვებამდე მივიდეს და ჩემი თავი ჯანდაბას კაცო გახარებული ვიქნები ნეტა მე ვწდებოდე და არა ჩვენი ხელისუფლება და ნეტა მე ვწდებოდე და არა ჩვენი სახელმწიფო ზარალდებოდეს ეს მართლა ძალიან მინდა მაგრამ ფაქტი არის სხვა აქამდე სხვანაირად მოვიდა